მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ, ეს არის ბუმბული. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ, საინტერესო ვიდეოს თქვენი ცხოვრება. დავბრუნდი, ასე ვთქვათ, საჯარო გაშლით. საჯარო გაშლით ვაკეთებ ხოლმე მაშინ, როდესაც აშკარად რაღაცა არის შეცვლილი და ვხვდები, რომ ზუსტად იგივე რაღაცები არ გამეორდება ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ მომაბეზრებელიც არის, იმართლა რომ გითხრათ, ერთ და იგივე რაღაცის გაშლა, ერთ და იგივე რაღაცის თქმა, ხო, თქვენთვისაც, ჩემთვისაც და რა ვიცი. ასევე აუცილებლად მადლობა მინდა მოუხადო მათ, ვინც დონაციის სახით მეხმარებით, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, პირადში ყოველთვის გიხდით ხოლმე მადლობას, მაგრამ ესე საჯაროდაც მინდა რომ მადლობა ძალიან დიდი, ვინც დონაციას გასცემთ. ამისთვის ვიდეოს აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, თუ იმას გაქვთ სურვილი. თუმცა ეს არ არის აუცილებელი, მხოლოდ ის არის, რომ უბრალოდ მეხმარება უფრო მეტად სტაბილური გახდეს, ასე ვთქვათ, ეს YouTube არხი, ჩემი საქმე და რაღაცნაირად ფოკუსირება უფრო მეტად მოვახდინო აი ამ ყველაფერზე. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მთლიანად ფოკუსირება მოვახდინო უშუალოდ ტაროზე და ადამიანების დახმარებაზე. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო. პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის, რომ ტაროს კარტი, როდესაც იშლება, საჯარო გაშლაში მით უმეტეს, ეს არის ზოგადი მიმოხილვა, ზოგადი დაკვირვება ენერგიაზე და არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერს ასაც ვიტყვით, თქვენს ცხოვრებას ერგებოდეს. ამიტომ ნუ მოარგებთ თქვენ თვითონ ძალით, რომ არ შექმნათ რაღაცა კონკრეტული სცენარი საკუთარ თავში, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. რადგან ეს თქვენს დაგაბნევთ, ყველაზე მეტად რეალურად თქვენ დაგაბნევთ რა. და უფრო რთული გახდება მე რეალობაში არსებობა თქვენთვის. ასევე, როდესაც ტაროს კარტი იშლება, რა თქმა უნდა, თქვენც უნდა მიიღოთ ამაში მონაწილეობა, თუ გაქვთ ცოდნა, თუ რაღაცნაირად შეგიძლიათ უბრალოდ კარტებს დააკვირდეთ ხოლმე და მიიღოთ რაღაც მესიჯი თქვენ თვითონ, თქვენ თავისთვის, ზოგმა ასე იცის, ზოგმა ისე იცის კარტის მნიშვნელობები, ყველა ვალიდურია, თუმცა არის რაღაცები, როდესაც ძალიან მიგვირს ხოლმე, რომ ანუ არ არის ეს ამ კარტის მნიშვნელობა და რატო. ხო, მქონია ხოლმე ეგეთი შემთხვევები, რომ ეგ კარტი მაგას არ ნიშნავს, ან თუ ნიშნავს, გააჩნია რა კარტებთან ერთად არის და ზოგჯერ მიწევს ხოლმე ხალხისთვის ახსნა რაღაცეების და ესე ძალიან კრეატიულად გადავალ ყველაფრიდან იმაზე, რომ თუ გაქვთ სურვილი ტაროს კარტის შესწავლის, შეგიძლიათ მაგაზე შემეხმიანოთ, ინდივიდუალურად არის კურსები ტაროს კარტის შესასწავლი. ამ კურსზე უბრალოდ ვასწავლით ტაროს კარტს, მათ მნიშვნელობებს, როგორ უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მნიშვნელობა როდის არის. აბსოლუტურად მთლიანი ინფორმაცია, რაც კი რამეს ვფლობ ტაროს კარტის მნიშვნელობებზე, მათ გააზრებაზე, წყობაზე, ზოგადად მაგიაზე, სამყაროზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს გაგიზიარებთ ამ კურსის განმავლობაში. დღევანდელი ბევრი გამიგზელდა, აშკარად ვთქვათ, რომ გამიგზელდა საუბარი ბევრ რაღაცაზე. ზოგადად მინდა რომ ბევრ რამაზე ვილაპარაკო ხოლმე, მაგრამ თუ არ არის, ან ბევრი მსმენია ხოლმე რაღაც ძალიან დიდი ვიდეოა. გადახვევა შეგიძლიათ ლამაზო ადამიანებო, არანაირი პრობლემა არ არის მაგაში. იმიტომ რომ ვიდეოს აღწერაში მიცდებული მაქვს ხოლმე დროები, რა დროს რომელი დასტა არის და პირდაპირ შეგიძლიათ გადახვიდეთ ხოლმე. დღევანდელი დღის საჯარო გაშლა რამდენიმე აზრი მქონდა რა. ეს იყო რას ფიქრობს თქვენზე, მისი ღამის ფიქრები, რას მოიმოქმედებს, მაგრამ ძალიან მივხვდი, რომ ძალიან ფოკუსირებულია სხვა ადამიანზე.
რაც მე არ მინდა რომ ვქნა დღეს და დღეს ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გავაკეთო გაშლა იმასთან დაკავშირებით თუ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის რა უნდა იცოდეთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ვიდეოს სათაურიც იქნება ასე მესიჯი სამყაროსგან რა უნდა იცოდეთ ახლა ამ მომენტისთვის როდესაც ამ ვიდეოს შეხვდებით არა აქვს მნიშვნელობა ეს ვიდეო დავდე და მაშინ ნახეთ თუ გავიდა 2 წელი 3 წელი 4 წელი და მე ნახეთ იმ მომენტში როდესაც ამ ვიდეოს ნახულობთ რა უნდა იცოდეთ მესიჯი სამყაროსგან თქვენთვის რა უნდა იცოდეთ ტესტ ნომერი 1 2 3 დააკვირდით შეხედეთ რას ფიქრობთ საიდან იქნება თქვენთვის მესიჯი რომელია ის საიდანაც სამყარო რაღაცა უნდა გითხრათ და დავიწყებ გადავალ ტესტ ნომერ 1-ზე ტესტ ნომერი 1 დრო იქნება 0606 კი ბატონო ძალიან ისე და ნახოთ პირველ რიგში აუცილებლად ორაკულის კარტი უნდა ავიღო Service. I feel good when I can help others and empathy. I am open to seeing both sides of the situation. Nice. სამყაროსგან მესიჯი რაც მოდის თქვენთან ეს არის რომ უფრო მეტად გახდეთ ემპათიური, ასე ვთქვათ. უფრო მეტად დააკვირდეთ სხვა ადამიანების სიტუაციაში. ნებისმიერ სიტუაციაში რაც უნდა იყოთ მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან, სამსახურში, ხო? დააკვირდით სიტუაციას ორივე მხრიდან, შეხედეთ მეორე მხარეს. დააკვირდით. ნახე, ღია უნდა იყო იმის, რომ დაინახო ორივე მხარე. არ ნიშნავს იმას, რომ ანუ აუცილებლად როგორ თქვა იცი, არის აუცილებელი ყოველ წუთას გააკეთო ეს. უბრალოდ როდესაც ადამიანი მოდის ან საქმეში ან იმაში ან ზოგადად მეორე მხარეს გაჩვენებენ ხო? ანუ გიხსნიან, რომ იცი რა, იმას ვერ ვიზამდი, ან ესე ვერ მოვიქცეოდი, ან ამიტომ გავაკეთე ეს, ხო? ან ეს რაღაცას რომ გიხსნიან საწინააღმდეგოს. უნდა გახსნა შენი თავი და უნდა მიიღო ეს, უნდა მოისმინო და უნდა დააკვირდე. და უნდა გაითავისო, რამდენად რეალურია ეს რაღაცა, რასაც ადამიანები გიყვებიან და უნდა გაითავისო იმ კუთხით, რომ შენ რომ ყოფილიყარ ამ ადამიანის ადგილზე, ზუსტად იმ სიტუაციაში, როგორც გიხსნის, ის კი არა რომ შენ იცი, რომ შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყავი. ეს ადამიანი რომ მოიქცა, ეგ უნდა მიიღო რაღაცნაირად. ანუ ეს ადამიანი ასე მოიქცა. მე ეს ადამიანი არ ვარ, მაგრამ ემპათია მაქვს იმის, რომ გავიაზრო თუ რატომ მოიქცა ეს ადამიანი ასე. მივიღო. და არ განვიკითხო, არ განსაჯო და ასე შემდეგ. I feel good when I can help others. ეს ძალიან კარგია, როცა თავს კარგად გრძნობთ, სხვებს როდესაც ეხმარებით. მაგრამ დახმარებით შეგვიძლია მხოლოდ მათ დაეხმაროთ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება, ვისაც არ უნდა დახმარება, ან ვინც არ გთხოვთ დახმარებას, იმათ არ უნდა დაეხმაროთ. ეს არის სრულად ზედმეტი თქვენი თავისთვის, თქვენი სხეულისთვის, თქვენი გონებისთვის, თქვენი სულისთვის და ასე შემდეგ, ხო? ზოგადად ვისაც დახმარება სჭირდება, იმას უნდა დაეხმარო, ვინც დახმარებას გთხოვს, იმას უნდა დაეხმარო. რა თქმა უნდა, უანგაროთ. ანუ აი ეს შეგრძნება კარგად ყოფნის შეგრძნება იმის, რომ თუნდაც შეგიძლია რომ დაეხმარო სხვა ადამიანებს, აი ეს უნდა გაითავისო, რომ ეს არის მხოლოდ შეგრძნება, თუნდაც არც რატომ მოდის ეს მესიჯი, ანუ ეს არის მხოლოდ შეგრძნება, ამ შეგრძნებაზე დამოკიდებული არ უნდა გახდე და უნდა გაიაზრო, რომ სხვების დახმარების დროს სხვებს რო ეხმარები. ის ადამიანი კი შენ ეხმარები და თავს კარგად გძნობ, უანგარო დაკეთებ ამ ყველაფერს. მაგრამ საბოლოო ჯამში შენ თუ ეხმარები ის ადამიანს, ვისაც არ სჭირდება ეს,
ამით პირიქით ძალიან ცუდ საქმეს უკეთებ იმ ადამიანს. ყოველთვის შეეცადეთ დაეხმაროთ ისეთ ვიღაცას, ვისაც ეს მართლა სჭირდება. კარგი. ნახოთ ტაროს კარტით რა წამოვალ. რა მესიჯია? სამყაროსგან დასტანომერი 1 ინსაიტია იმ ადამიანებისთვის Page of Wands. კი ბატონო, ძალიან საყვარელი, ძალიან ლამაზი მესიჯი გვაქვს, ეს არის სწავლა. სწავლა, мотивация, ინსპირაცია, მუხტი, რაღაცა ახალი ადამიანის ცხოვრებაში. სამყაროსგან მესიჯი მოდის იმაზე, რომ კვლავ გახსნა შენი თავი და მიიღო ახალი შესაძლებლობები, ახალი ინიციატივები, შეძლო მიიღო გარემო, იმ გარემოში იყო და ცნობის მოყვარეობა გქონდეს და დაიწყო სვა. ეს რაღაცა იდეა გაჩნდა და გინდა რომ გამოცადო და გაყევი ამას. ზოგიერთი თქვენგანისთვის ბევრს ნუ დალებთ. ოკეი. საკმაოდ ბევრი არ მედალიოს. შეეშვას ბევრის მას. აქ ასევე მაგ. სამიანი თასები ზოგადად არის მხიარულება, სილამაზე, გართობა, რაღაცას აღნიშნა ადამიანებთან ერთად, როდესაც გიხარია, რაღაც კარგი მოხდა შენ ცხოვრებაში და ამას უზიარებს სხვა ადამიანებს. ხუთიან მონეტასთან ერთად ეხლა მე ეს ვამომდის და აჟი მაქვს ფერთხების. ამავდროულად კიდევ აქ ცოტა ნეგატიურ ნაწილსაც იძენს იმ კუთხით, რომ დააკვირდი ზუსტად რაში ხარჯავ ენერგიას მაინც ეს განსაზღვრე. მიუხედავად იმისა, რომ კიცნობის მოყარე შეიძლება გახდე რაღაცაში და გინდოდეს და გაინტერესებდეს და დაიწყო სწავლა და სამყარო გეუბნება, კი, დაიწყე ამის გაკეთება. მაგრამ ხილად იყავი ამავდროულად ვის უზიარებ ამ ყველაფერს, რეალურად რა ენერგიას ხარჯავ და სწავლობ, მაგასაც მნიშვნელობა აქვს, რამდენად ჯანსაღად აკეთებ ამ რაღაცას. კი შეიძლება მასკნა დაიწყო რაღაც კეთება, მაგრამ ამას მაინც სჭირდება ჯანსაღი. უნდა გააკონტროლო შენი თავი იმ კუთხით, რომ ზედმეტად არ დაიხარჯო რაღაცაში, ან ზედმეტად არ მოგივიდეს ენერგიის გაცემა. იმიტომ რომ აი როგორ თქვა იცი, ზედმეტად გაცემული ენერგიას ხედავ, რომელიც უკან არ მიბრუნდება მერე. ამიტომ შეეცადე გააკონტროლო და განსაზღვრო რეალურად რაც აკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროსგან თანხმობა გაქვს, რომ კი, გააკეთე ეგ რაღაცა, ისწავლე ეგ რაღაცა, ქენი ეგ რაღაცა. ხო? ან თუ ადამიანს ეხება თქვენი რაც თუ ესე გაქვთ ჩაფიქრებული და გაინტერესებთ რომ ამ კუთხით ხო არ მოდის მესიჯი. ადამიანის კუთხით ნაკლებად ხედავ, მაგრამ აი 1-2 შეიძლება იყოს ეს მომენტი, რომ ეს ადამიანი თუ დაგაინტერესებს ეს ადამიანი, იცი რა არის, განსაზღვრე რამდენად დაიხარჯები ამ ადამიანთან და რამდენად დაიწყებ ამ ადამიანისთან ინტერესის გამორკვევას, ეს რაც გაინტერესებს. იმიტომ რომ იქ შეიძლება იყოს ისე, რომ ეს ადამიანი მხოლოდ შენთან არ არის დაკავებული, შენი ინტერესი არ აქვს, მხოლოდ სხვა ადამიანების ინტერესიც აქვს, ხო? რა თქმა უნდა, ამას ახლა ერთხელ რომ მიასალმები, უკვე ვერ მოსთხოვ ვიღაცას, რომ შენი ერთგული იყოს, ხო? რამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება რაღაცა. უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, რომ ეს რაღაცა ილუზია რო არ შექმნა, რომ მხოლოდ შენ ხარ, ამ ადამიანისთვის ესე არ არის, ხო? ანუ სხვა ადამიანებთანაც აქვს კონტაქტი და კომუნიკაცია. კარგი, ნახოთ მესიჯი. Judgment. კი ბატონო, ცხრიანი თასები. რვიანი ხმები, 10-იანი თასები და 8-იანი კვერთხები. მოკლედ, როგორი სიტუაცია მაქვს? მოდი ასე ავხსნიდე. ნახე. გაქვს რაღაცა სურვილები ცხოვრებაში. ხო, ეს ცხრიანი თასები მიჩვენებს. გაქვს სურვილები, გინდა რომ რაღაც გამოგივიდეს, სამყარო ამას ხედავს, რომ შენ გაქვს სურვილები და ასე შემდეგ.
მაგრამ უნდა იცი რა არის სამყარო ასე იმასაც ხედავს რომ შედეგსაც ხედავს მოდი ესე ვიტყოდეთ სამყარო რა სამყარო ამბობს ესეთ რაღაცას რომ იცი რა არის შენი სურვილები უკვე რეალიზებულია უკვე ვიცით როგორი იქნება შედეგი ამ შენი სურვილების რაც გინდა რომ გქონდეს და გამოგივიდეს უბრალოდ შენ ამას არ აკეთებ ან როგორ რაღაც საკეთებ, ისა შეიძლება სიზმრის სახით, ან სიმღერის სახით, ან ადამიანების სახით, ან რაღაცა ანუ პატარ-პატარა მესიჯების სახით სამყარო გაჩვენებდეს იმ შენ მომავალ თავს. გაჩვენებდეს რაღაცა სურათებს, გაჩვენებდეს რაღაცა ხილვას, ასე ვთქვათ, აზრებს გიგზავნიდეს სამყარო, რა იცი რა არის შენი რეალობა, შენი ანუ შენი მომავალი ესეთი შეიძლება იყოს, კი არა და ესეთი არის. უბრალოდ რატომღაც შენ არ იღვიძებ, ასე ვთქვათ, არ იღვიძებ და არ იწყებ. ნაბიჯს არ დგავ, აი იმ ინტერესს არ მიყვები. რვიანი ხმლები არის რომ საკუთარ თავს შენთან აკავებ, რაღაც გარემოში აკავებ შენ თავს შენ თვითონ. და ცდილობ რომ ეს რაღაცნაირად უბრალოდ თან გინდა, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ აი ხა ეს ამისრულდეს, აი მართლა რომ ცხოვრობდი იმ ცხოვრებით, რაც ცხოვრებითაც მინდა რომ ვიცხოვრო, რამდენი ცხოვრება ვთქვი ამ ყველაფერში, 1-9 მაინც ვთქვი. ეს ყველაფერი რო ქნა, ხო? და სამყარო გეუბნება რომ კენი აუცილებლად გექნება ეს ყველაფერი. შენ უბრალოდ უნდა დაიწყო და უნდა ქნა. ეს კომუნიკაცია რაც მაგან უნდა დაიწყო და უნდა ქნა ეს ყველაფერი თუ არ დაიწყებ, თუ არ გადადგავ ნაბიჯს. ხო? ოღონდ რა თქმა უნდა ასევე გამოვიდები კონტროლი უნდა გქონდეს შენი ემოციის, შენი ენერგიის. აღარ ახარის რაღაცა თინეიჯერი ხო, რომელსაც უქრის და ხანის უნდა. აი ანუ ნახე ხანის გინდა, რა თქმა უნდა ეს მომავალში ეგრე იქნება, რომ ხანის გენდომება. მაგრამ ამ ჯერზე სამყარო გეუბნება იმას, რომ ანუ ეს თუ გინდა და გაინტერესებს, მოდი რა ბოლომდე გაარკვიე. განაისა შუა გზაზე გაჩერდე ან რაღაც, ან დაგაინტერესა ცადე, ნახე, მიყევი რაღაცა პერიოდი რთული იქნება, რაღაცა პერიოდი ძალიან მარტივი იქნება. უბრალოდ უნდა ცადო. თუ არ ცდი, ვერ გაიგებ. რეალურად სამყაროს ძალიან მარტივი მესიჯი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ ანუ სამყარო გეუბნება, რომ იცი რა, თუ გინდა მომავალი არის ისეთი, როგორცაც შენ ხედავ და როგორი შენ წარმოგიდგენია. უბრალოდ თუ არაფერს არ იზამ, რა თქმა უნდა, ეგ მომავალი ეგეთი არ იქნება. ანუ თუ გაინტერესებს, უნდა ცადო. სამყაროსგან მესიჯი არის ეგ. ნომერი პირველისთვის, დასტა ნომერი პირველთვის სამყაროს მესიჯი არის, რომ თუ გაინტერესებს, უნდა ცადო, უბრალოდ გააკონტროლო თავი. ეს ეხება ნებისმიერ რამეს, რაშიც გადაწყვეტ, რომ გაქვს ინტერესი. მოკლედ, ჩემო ამაზე ადამიანები, ხო, იმედი მაქვს, ყველაფერი გარკვევით იყო და გადავალ ნომერ 2-ზე. 18, რაღაცა ძალიან ემთხვევა დღეს. ნომერი 2-ისთვის, ნახოთ რა მესიჯები აქვს სამყაროს. ნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს ნომერი 2-ისთვის, ნახოთ. Judgment. An indecision. Okay, I understand that everyone has their own unique path and challenges. I use my intuition in all aspects of life. Okay, გასაგებია, მოკლედ, დასტა ნომერი 2 ვინც აირჩიეთ ამ ადამიანებისთვის. სამყაროსგან ესეთი ძალიან საყვარელი ხო, ამ ადამიანებისთვის სამყაროსგან ძალიან საყვარელი მესიჯია, ესეთი რომ უბრალოდ მოდი რა შენსაც უყურე. შენსაც დააკვირდი. ნუ შეხედავ სხვების იმას, ნუ შეადარებ სხვების ცხოვრებას, სხვებს შენ თავს ნუ შეადარებ. ნუ იტყვი რომ იმას ასე, მე ასე. გვინდა არ გვინდა, ამბობთ ხოლმე, გვინდა არ გვინდა, ედრებით ხოლმე. მე არ გეუბნებით რომ რაღაც სასწაული ვარ, თუნდაც მე და ამას რომ ამბობ რომ შეედრებით სხვა, საკუთარ თავს ვეუბნები. მეც მაქვს ხოლმე ხა Instagram-ზე რომ ვსკროლავ ვიდეოს და რაღაცას რომ ნახავ ხოლმე, ანუ უცებ ანუ დავაკვირდები,
მაგ ხოლმე შინაგანი მომენტი, რომ მეც მინდა ესე, რაღაცა მომწონს ეს, ხო? და მე ვაკვირდები ხოლმე ან რაღაცა ისეთი თუ არის, რაზეც აი მინდა, მაგრამ სინამდვილეში მაგრად მეზარება რომ გავაკეთო, მაგრამ ვიცი რომ თუ არ დამეზარება, მეც მექნება ეგ რაღაცა და მეც ვიქნები თუნდაც ესეთი ესე, ხო? და ვიღაცას ხედავ რომ ეს უკვე აქ რაღაცნაირი პატარა აგრესიასავით შეიძლება მქონდეს ხოლმე და დავიწყო განკითხვა რომ აი უხდა რაღაც და მივხვდე რომ ანუ თორნიკე ანუ რეალურად შენი გაწუხებს და შენი გიღიტინებს თორე ანუ იმ ადამიანის ანუ შეარგოს ღმერთმა გაუმარჯოს ხო უბრალოდ ანუ ნუ შეხედავ სხვა ადამიანს განიკითხავ სხვა ადამიანს რა ძალიან მარტივი ანუ შენი ინტუიციას მიყევი შენს დროს მიყევი შენ გზას მიყევი ანუ ვიღაცა ადამიანს რო დაინახავ თქვა ბედნიერ ადამიანს ხო ანუ ნუ იფიქრებ რომ ტოქსიკური ბედნიერება ანუ ნუ გაგაღიზიანებს ხო ან რაღაცა ან ვიღაცას თუ დაინახავ ცოტა ისეთ ძალიან აგრესიულ მდგომარეობაში ასე შემდეგ და რაღაცა და ან რაღაცა სიტყვის და შეიძლება ძალიან დებილობა რაღაცა თქვა იმდენად დებილობა და იმდენად უაზრობა რომ რაღაცა გაგაღიზიანოს და ეს ვინ არის თქვა მაგრამ ანუ ის იმ დროშია და იმ განვითარების ეტაპზეა, სადაც ის რაღაც ამბობს, მისთვის ის მართალია და ის მას მიაჩნია, რომ სწორია. მისი ცხოვრება, მისი გზა, მისი გასავლელია, იმას სამყარო აჩვენებს. მართალია თუ არა, როდესაც ეგეთ რაღაცას ამბობს, ხო? როდესაც ეგრე იქცევა სამყარო აჩვენებს, მართლა ასეა თუ არა. შენ თუ ინტუიციით გრძნობ იმას, რომ გიღებს იმ ადამიანთან შეხვიდე კონფლიქტში, არ ვიცი რა წამოვიდა ეხლა მე საუბარი, მაგრამ თუ გიღებს რომ კონფლიქტში შეხვიდას ვიღაც ადამიანთან, რომელიც მუსიკა არ ვიცი ის მუსიკა ძალიან მოასწორ მე გარეთ მანქანები რომ ძრავენ და რაღაც ხმამაღლა თუ მუსიკა ჩართული. აი თუნდაც ეხლა აი ძალიან ბევრი შეიძლება გააღიზიანოს ეს რა აი გარეთ მუსიკა და ხმამაღლა უსმენს და თავის მანქანა თავის ესა ხო ანუ გარეთ არის საჯარო ადგილზე ანუ რა პრობლემა არისო მოკლედ რა ვილაპარაკობთ ხო ანუ რომ თუ ფიქრობ რომ კონფლიქტი გიღებს ადამიანთან განხილვა გიღებს ადამიანთან ისეთ რაღაცაზე რაც შეიძლება ამ ადამიანმა გითხრა თქვა დააშავა ხო და როგორი მომენტია იცი არის ორი მომენტი ან უნდა დაელოდო რომ სამყარო მაჩვენოს ამ ადამიანს რა შეშეცდა ან შენ უნდა უთხრა რა შეშეცდა და უნდა აუხსნა ხო შენ რო ერთხელ აუხსნი ორჯერ აუხსნი სამჯერ აუხსნი ეს ადამიანი ვერ გებულობს ესე იგი შენი სასწავლებელი არ არის ეს ამ ადამიანისთვის შენ არ ხარ ის ვინც ამ ადამიანს უნდა აუხსნას რაღაცა მორჩა დამთავრდა იქ შენი სურვილი იმის რომ ამ ადამიანისთვის რაღაცა აგეხსნა დამთავრდა მორჩა ბაბუ შენ დაანებე გამოდი აღარ ეხება არანაირი კვეთა აღარ გაქვს ამ ადამიანთან ნუ თუ ოჯახის წევრიანად სავია ოკეი სისხლით რაღაცა კვეთა კაი გასაგებია მაგრამ აი სულიერი პასუხისგებლობა ის სულიერი კონტრაქტი რაც შეიძლება ადამიანებთან დაგედო როდესაც ჩნდებოდი ამ ადამიანთან აღარ გაქვს დამთავრდა მიუშვი თვითონ უნდა ისწავლოს ესე იგი ეგეთი კონტრაქტი აქვს შეიძლება საკუთარ თავით დადებული და ამ სამყაროში რომ მოვიდო და უბრალოდ თავისით უნდა გაევლო ყველა პრობლემა და თვითონ უნდა ისწავლო ყველაფერი და ისეთ გარემოს უნდა მოხვდეს და ისეთ რაღაცები უნდა აკეთოს რომ აი მართლა სამყარომ რასაც ქვია თავში ურტყას რომ აი ასე არის რეალურად აი ასეა შენ უბრალოდ მიყევი შენს ინტუიციას შენ ცხოვრებას გაყევი ისე როგორც ფიქრობ რომ შენთვის არის უკეთესი არჩა. კაი, გადავიდეთ, არის კარგით ვნახოთ რა არის მესიჯები. დასტა ნომერი 2-ის ფლის სამყაროსგან მესიჯები რა გვაქვს. ნახოთ, 4-იანი კვერთხები. ძალიან კარგი მიხარია, ბაჟი კვერთხების 5-იანი თასები ეტლი. მონეტების მეფე, ცოტა ხანი ესე იყოს. კი ბატონო სამყაროსგან ესე იგი რამდენიმე მესიჯია ჯერ დავიწყებ მათთვის ვისაც ქმარი ყავს
მათთვის ვისაც ქმარი ყავს, ადამიანს რაღაცა ის აქვს. არ ვიცი, ნახე, როგორი მომენტია იცი, რომ ამ ადამიანმა რაღაცა დანაპირები მოგცა, ან დაგპირდა, რომ რაღაცას იზამდა რაღაცა პერიოდში. ეგ ბერქნა, მაგრამ ახლა შეუძლია და ძალიან ისეთი ენთუზიაზმით მოდის და გეუბნება, რომ აი ახლა ვიზამ ამ რაღაცას, არ ვიცი რა არის, რას ეხება, შეიძლება დასვენების მომენტი იყოს, შეიძლება, მაგრამ ანუ აი მაგრამ უფრო მეტად სახლს ეხება, სახლთან დაკავშირებით არის რაღაც, ხო? ანუ რაღაც თან გეუბნება, რომ აი რო ვერ ქენი და რაღაცა, ეხლა გამომიჩნდა დრო, ან ეხლა მაქვს ფინანსები, ან აი რაღაცას ახლა აკეთებს, ანუ ერთხელ შეკვირდა, დერქნა და ეხლა აკეთებს, ახლა აპირებს. მეორე მაქვს ბავშვი, ბიჭი, ვისაც ყავს, მაგ ადამიანებისთვის როგორი მომენტია იცი? ძალიან კი არ გვინდა რომ გაიზარდოს, მაგრამ რას ვიზამთ, გაიზარდა უკვე და ძალიან აწუხებს და ძალიან აღონებს ეს ფაქტი, რომ არ უშვებ ხელიდან, უნდა გაუშვა. ხელიდან გაშვებას არ გულისხმობ, რაც უნდა ის უქმნიას არ გულისხმობ. რა გულისხმობ, ზედმეტად არ უნდა ჩაერიო ადამიანის გადაწყვეტილებებში და ცხოვრებაში. რატო ამბობ იცი, რომ კი შეიძლება რაღაცა 14-15 წელს გავს, მაგრამ აი როგორი მომენტი მაქვს იცი, რომ ანუ ძალიან კონკრეტული მესიჯებია, მეგობრებო, არ ვიცი რატო, მაგრამ ცოტა ყველასთვის არ იქნება. აი 14-15 წელს გავს, მაგრამ საკმაოდ დიდი როგორ ვთქვა, საკმაოდ განვითარებულია იმისთვის, რომ სულ რო შეცდომი დაირჩიოს რაღაცა, სულ რო შეცდომი გააკეთოს რაღაცა, იცის, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იქნება, რაღაცნაირად ეგრეა. ანუ ძალიან პასუხისმგებლობა დიდი აქვს ადამიანს. ანუ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, რა 14-15 წლის კი არის, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. თუ რაღაცა შენგან თუ დასჭირდა დახმარება, ასე ვთქვათ, რაღაც გვერდში დგომა, ხო, უნდა დაუდგე რა თქმა უნდა გვერდში და თუ რამე დააშადა, ხო გეუნებოდი და ეგეთ რაღაც ლაპარაკი არ უნდა დაუწყო. არ ვიცი, რატომღაც შეიძლება არ ვიცი, ამას შეიძლება რაღაც ტრანსპორტი უნდოდეს, ანუ მოტოციკლები, ანუ კვადროციკლი, რაღაცა ეგეთი უნდოდეს. კაი ხანია ესეთი მესიჯები არ მქონია. მე მგონი საერთოდ პირველად ხდება, როდესაც აი ეს უშუალოდ სურათებით და იმით არის. ხო, ანუ აშკარად ბორბლებიანი რაღაცა არის, რაც უნდა, ისი გაკეთებაც, ისი სწავლაც უნდა, ისი ყოლაც უნდა და შენგან ძალიან დიდ შიშს ხვდება, მაგრამ ნუ უნდა მისცე უფლება, იმიტომ რომ მაგისია უნდა მისცე უფლება, სულ რამე მოუვიდეს, სულ რამე რაღაცა, რამე მოუვიდეს გულისხმობ, ანუ ისეთ ელემენტარულ რაღაცას, რაც მოყვება სწავლის პერიოდს. ხო, ანუ სიარული არ დაგიწყია ეგრევე, ხო ხავდი და მე ნეუნება დაიწყე და ისე ანუ და ვადგებოდი ისე ვიქცეოდი, ხო, ანუ ჩვეულებრივი ამბავია. ანუ ცურვა ეგრევე ყველა მარიცის, უნდა ისწავლოს, ხო? ესეცაა ჩვეულებრივად ასე, ანუ უბრალოდ უნდა მისცე უფლება, რომ ეს ქნას. კარგი. ეხლა მათთვის ვინც ეს რა არის ორი ვარიანტი მაქვს. საქორწინო დასვენების მომენტი მაქვს, ახალ დაქორწინებულები თუ ხართ, არ ვიცი აქ რას აკეთებ, მაგრამ ახალ დაქორწინებული თუ ხარ, არ ვიცი აქ რას აკეთებ, მაგრამ ყველაფერი კარგად გაქვს, ჩვენი რადგან მიდიხარ ისვენებ. არ ვიცი, რავი. თაფლობის თვე გადასარევი გექნებათ. შვენიერი, ანუ აქ რას აკეთებ, რა გინდა, წადი მიხედა შენ ქმარს. ოკეი. ხო, ასევე მესიჯი მათთვის ვინც სახლის შეცვლას აპირებს და ცხოველი ყავს. ცოტა მოწყენილია ცხოველი მაგის გამო, მაგრამ არა უშავს ახალი სახლი მოეწონება.
აჰა, კი ბატონო. მე რაღაც ძალიან ყოველდღიური მესიჯები წამოვიდა, ძალიან ყოველდღიური ესე რომ anyway პატარ-პატარა სადარდებელი რო აქვს ადამიანებს, მაგაზე მესიჯები წამოვიდა სამყაროსგან. ხო, მათთვის ვინც ნერვიულობს ბავშვის შემთხვევაზე, ძალიან კარგად აქვს სიტუაცია, უფრო მეტად მოყოჩაღდება. ეხა თუ დადის მერე ირბენს. ეხა თუ დადის მერე ირბენს. მარტო ხელა დედებისთვის მექნებოდა მესიჯი ის რომ რაღაცას გეუბნება შენი ინტუიცია და მიენდე შენს ინტუიციას შენ ცხოვრებაში რაღაცას გეუბნება ინტუიცია ინტუიცია არ არის საშიში რაღაცა ან ცუც გეუბნება ან კარგს გეუბნება ეგრე მივუყურებ უბრალოდ ინტუიცია რაღაცას გეუბნება და დაელოდე ვერაფრით ვერ შეეწინააღმდეგები, როდესაც ინტუიცია რაღაცას გეუბნება, უნდა დააცადო, როგორ არის და რანაირად არის. მესიჯები. ხო. რა ვიცი, თვალხალხს ერიდეთ ხო როგორ გითხრა. არ ვიცი, ვიღაც მთვალი ტიპია, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ძალიან ბევრს მე შეიძლება მეზობელიც იყოს, უბრალოდ აი ნერვებს მოგიშლის სასწაულად რაღაცას გეტყვის და მადაც ინტუიციით განაწყვეტე რამდენად შეეპასუხები და შეეწინააღმდეგები, იმიტომ რომ სიტყვიერი კონფლიქტი მაქვს ადამიანთან, სიტყვიერი კონფლიქტი მაქვს. სიტყვიერი კონფლიქტი მაქვს, მაგრამ არა უშავს. ეგ არაფერი. მათთვის ვისაც მზის კარტი მიჩვენებდა, რატომ მიჩვენებს მზის კარტს? მოკლედ. არ ვიცი რა დავა და კონფლიქტი არის ფულთან დაკავშირებით. მაგრამ ეგ კონფლიქტი მოგვარდება. 10 მინუტა მოგცემია. ან თვითონ ზედმეტი ადამიანები არიან ჩარეულები და ეგ ზედმეტი ადამიანები ხრებიან მაგ ამბიდან. უბრალოდ რაღაცნაირად დროს ჭირდება. სამყარო გეუბნება რომ არ ნერვიულო, დაისვენო, 4-იანი ხმები მაქვს. დაისვენო, რაღაცნაირად შეეცადო რომ შენი გააკეთო და შენ საქმეს მიყვე და შენი ცხოვრებითი ცხოვრო, იარო. უბრალოდ აი ეს კონფლიქტი, ახლა და რაზეც ლაპარაკობდი რა, ის კონფლიქტი თუ ამოარჩევ და დააგვიდები რა, რომ ერთხელ იჭხუბებ, ორჯერ იჭხუბებ, სამჯერ იჭხუბებ, არაფერი შეიცვალა, უბრალოდ სამყაროს მიანდე, იმიტომ რომ მოგვარებადია, მაინც მოგვარდება. კი ბატონო, რაღაც უცნაური მესიჯები იყო დღეს. დასტა ნომერი 2-ისთვის, მაგრამ იმედია, იმათთვის იყო, ვისაც უნდა მოესმინა. თუ რამეა სხვა ვიდეოებიც მაქვს, ან სხვა დასტაიჩიეთ, ან სხვა ვიდეოებს უყურეთ, თუ თქვენთვის არ იყო დღეს ეს მესიჯი. დასტა ნომერ 3-ზე გადავალ. მიესალმებით დასტა ნომერ 3-ს. და ნახოთ დასტა ნომერი 3-ისთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს. დასტა ნომერი 3-ისთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს. დასტა ნომერ 3-ს რა მესიჯი აქვს სამყაროს. კი ბატონო. Regret. Oh, I know that I cannot change the past. წარსულს ვერ შევცვლით, ლამაზო ადამიანებო. I am learning that worry doesn't change an outcome. წარსულს ვერ შევცვლით და ნერვიულობით მომავალს ვერ შევცვლით. ანუ ისეთ მდგომარეობაში ხარ რა, რომ რაღაცა გაჭედილი, გაინული, აი ესე. ჰოპ. ესე ხარ შუაში. ვერ წარსულში ვერ შეხვალო რაღაცეები შეცვალო, რომ ახლანდელი რაც გაქვს შეცვალო. და ახლა სადაც ხარ, მათ არ მოხდე. და ახლა სადაც ხარ, მათ რო ხარ სტრესი ნერვიულობა რომ გაქვს, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შედეგს ვერ შეცვლი ვერანაირად. შედეგი ის იქნება, რასაც გააკეთებ ადამიანი ზოგადად. ასე რომ ან რაღაცები მოხდება ისე, რაც გაუკონტროლებელია შენგან,
მით უმეტეს ეგეთ რაღაცეებზე ნერვიულობას აზრი არ აქვს, ხო? ანუ ჩვენ ვერ აკონტროლებ ის არ უნდა იმაზე არ უნდა ინერვიულო, ასე ვთქვათ. კი ბატონო, Nave of Cups. მესიჯი სამყაროსგან დასტა ნომერი 3-ისთვის. აჟი. Why? ცივი ადამიანი, რომელმაც რატომღაც ესე უცებ გადაწყვიტა, რომ დათბეს. არ ვიცი. ნუ ერთი მესიჯი რაც არის, ეს არის ბავშვები. ბავშვის ამბავია. ბიჭი თუ ყავს. რაღაცაზე არის ცოტა დამოკიდებული და ეგ უნდა შეცვალო. გოგო თუ ყავს ცოტა bad boy ტიპები მოსწონს, მაგრამ ნუ დიდხრი ხან არ გაგრძელდება ეგ ამბავი. Okay. Bad boy ანუ ცუდი ტიპები რო არის, ისე რა ცოტა რა ძილბიჭობენ რა, ანუ ცოტა რა აი რაღაცა ეგეთი ტიპები მოსწონს, მაგრამ ნუ აი არაფერი რა თავისი დაიშლებიან, თავისით მოგვარდებიან, ნერვი არა იშალო, არა იტოკო. კარგი, ნახოთ. სამყაროსგან მესიჯი დასტა ნომერი 3-ისთვის. ჩამოკიდებული კაცი, სულელის კარტი. Ace of Swords, ტრანსფორმაცია. მაღალი არკანები გაქვს ძალიან ბევრი. Hermit, Judgment, ანუ კოშკი. მოკლედ, ლამაზ ადამიანო. სამყარო გეუბნება ესეთ რაღაცას რა, რომ ახლანდელი შენი წარმოდგენა ზოგადად რაც გაქვს და ზოგადად როგორც წარმოგიდგენია შენი თავი თუ სადაც ხარ. აი ეგ მთლიანად ჩამოინგრევა, განადგურდება, შეიცვლება და სრულად ახალი დაიწყება. აი ეს სრულად ახალი რაღაც რომ დაიწყება, ან შეიძლება უკვე დაწყებულია. მაგ რაღაცის, მაგ პერიოდის გავლის დროს ნერვიულობას აზრი არ აქვს. ფოკუსირება უნდა მოახდინო უფრო მეტად შანუ ჰილინგ განკურნება როგორ ქართულად არ ვიცი როგორ თქვა ეს ჰილინგ რაც არის. ან დრო უნდა დაუთმო რა ამ პროცესს, როდესაც ეს მოხდება, დრო უნდა დათმო. დრო უნდა დათმო იმისთვის, რომ რაღაცეები მოხდეს შენგან დამოუკიდებლად, იმიტომ რომ შენგან დამოუკიდებლად ხდება. კოშკი მაქვს, რვიანი კვერთხები მაქვს, ორიანი კვერთხები მაქვს. ანუ შენგან დამოუკიდებლად ხდება რაღაცეები. შენგან დამოუკიდებლად წავლის შენი ცხოვრებიდან ვიღაცეები, მოვლენ ვიღაცეები. შენგან დამოუკიდებლად შეიცვლება სამყარო. შენგან დამოუკიდებლად დაიხურება კომპანია. ხო, ანუ მარტივ ანუ სამყარო ასე ინგრევა და ახალი რაღაცა შენდება შენთვის. სრულად ახალი რაღაცა, რისთვისაც რეალურად მზად ხარ. რისთვისაც რეალურად მზად ხარ, იმიტომ რომ მეუბნება რომ შენ ამაზე პასუხები გაქვს. თუ როგორ და რანაირად უნდა მოიქცე ეს ახალი რაღაცა რომ მოვა. ანუ როგორ მომენტი მაგიცი ანუ წარსულს ვერ შეცვლე ვერანაირად. ახლა სადაც მოხვდი აი ყველაფერი აი ახლა როგორც ხარ, სადაც ხარ, ჩათვალე რომ ეს რაღაცა აღარ იქნება. საერთოდ აღარ იქნება და უბრალოდ სრულად ახალი იქნება რაღაცა შენ ცხოვრებაში და ეს ახალი რაც იქნება როგორი იქნება ეგ შენზე არ არის დამოკიდებული აი ეგ არის იმ რასაც ქვია სამყარო ერევა მათ ცვლილებაში სამყარო გეუბნება იცი როგორ რაღაცას ვანო დამაცადე მოვიტანო და მოგიტანო ის რაც რეალურად შენ გჭირდება და რაც რეალურად შენია. კი ბატონო, ეგ არის. ანუ სამყაროს მოაქვს ის რაც რეალურად შენ გჭირდება და შენია. შენგან დამოუკიდებლად. ის რაც არ გეკუთვნის, რაც შენი არ არის, ის ყველაფერი მიაქვს.
არასწორი ადამიანები მიაქვს, არასწორი სამსახური მიაქვს. ანუ ყველაფერი რა ჩენი. უბრალოდ აი ესეთ სიტუაციაში ერთადერთი რაც მაქნა ადამიანმა ეს არის რომ გაჩერდე რა, დანებდე სამყაროს ნებას და უბრალოდ დააკვირდე რა ხდება. შეინთასებ მაგ მონეტების მეფება, ანუ ასეთ რაღაც ცვლილებები როდესაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ერთადერთი გაზეთ შეუძლია პასუხისმგებლობა გქონდეს არის საკუთარ თავზე და საკუთარი თავის გამოხატვაზე. როგორ მოექცევი ადამიანებს, ხო? ანუ ისეთ ადამიანებს, ვინც რაღაცა გეკონფლიქტება, ანუ გაუღიმე და უთხარი რომ თუ რაღაცა არ მოგწონს, არ არის პრობლემა. წადი, ამაში არ არის პრობლემა. იმიტომ რომ შენ არ იქნები, სხვა იქნება. ეს ყოველთვის ესეა, ადამიანი მარტო არასდროს არ ხარ. რაღაცა პერიოდის განმავლობაში გტკივა, მაგრამ მერე დრო რომ გადის, ეს ტკივილი აღარც გახსოვს, ანუ ხრება და სხვა ადამიანი ზოგადად მართალია ეს რომ შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს. ყველანი შეცვლადი ვართ, აბსოლუტურად ყველანი შეცვლადი ვართ. სამყაროსთვის მით უმეტეს თუ ეს ფილოსოფია არ მოგწონს შეგიძლიათ გამორთოთ ხო ძასეცილ იყო ვიღაცის რაღაცა ნეგატიური ენერგია მომხვდა და მეთქი ხო კარგად ხარ ანუ ყველანი შეცვლადია აბსოლუტურად ყველანი შეცვლადი ვართ სამყაროსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა რაც აქვს სამყაროს და როგორ თქვა იცი სამყაროსთვის რაც არის მნიშვნელოვანი ეს არის ინდივიდუალური ადამიანი იგი ინდივიდუალურმა ადამიანმა გამოცადოს რა არის სიყვარული სიყვარულის გამოხატულება ხდება ძალიან ბევრნაირად ყველაზე სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენ აი ჯანსაღ გარემოში იყო და ჯანსაღად შეიგრძნო სამყარო თავისი მინიმალური დეტალური რაღაცაებით ხო სამყარო ის კი არ არის ანუ სამყარო შენ გიცნობს ესე ვთქვა და აი კონკრეტულად შენთვის ეხა იცის რომ შენ მაგალითად გინდა მოდელობა და ყოველგვარი ვარჯიშების და მეების გარეშე ანუ ისე ტანზე დაგაყენებ სამყაროთა არა ეგრე არ ხდება შენ რაღაცას როცა აკეთებ სამყაროს სწავლობს შენ როდესაც ვარჯიშობ და შენ ეს სიამოვნებს ხო სამყარო ხედავს უი ეს ამას სიამოვნებს მოდი დავაჯილდოვოთ იმით რომ აი ამ ყველაფერს თუ ესე გააგრძელებს ისეთ გარემოში მოხდება ისეთ იმაში მოხდება სადაც აი ამას უფრო მეტად დააფასებენ ის ადამიანები უფრო მეტად დააფასებენ ვინც დაინახავს მის სხეულს მის იმას და ნელ-ნელა აი ესე ეწყობა მაქსიმალურად შენ რაც სიამოვნებს და მართლა განიჭებს ბედნიერებას იმას როდესაც აკეთებ ადამიანი ხო ესე მაგრამ ისეთ რაღაცებს როდესაც აკეთებ რომ აშკარად სიამოვნებას ვერ გრძნობ ანუ სამყარო უბრალოდ ამას ჩამოანგრევს დაანგრევს მაგ გარემოს იმიტომ რომ ის რაც სამყაროს ევალება ის არ ხდება ანუ სამყარო აშკარად გძნობს რომ რაღაცა ნეგატიურია რაღაცა ანუ სამყარო გძნობს რომ სიყვარულს ვერ განიცდის სამყარო გძნობს რომ ენერგია არ მოძრაობს თავისუფლად და მან რომ იმოძრაოს ანუ ის ანგრევს რომ გაათავისუფლოს ადგილი იმ რაღაცებისთვის სადაც იქნება აი ეს უპირობო სიყვარული ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად უბრალოდ ჩვენ ინდივიდუალურ ადამიანებმა უნდა შევუწყობთ ხელი ასე ვთქვათ ჩვენ თავს და სამყაროს რომ თანაარსებობა გქონდეთ არ ვიცი თუ სწორად ავხსენი რა მოკლედ ლამაზ ადამიანებო თავიდან ბოლომდე გეცნობათ რაღაც გარემო და ეს გარემო სამსახური იქნება ახალი ადამიანი იქნება ოჯახში სიახლე გექნებათ ხო ანუ ერთი ეგ არის რომ შენ ვერ გააკონტროლებ და უბრალოდ უნდა მიიღო და მაქსიმალურად უნდა გაუზიარო შენი თავი და სიყვარული აი ამ რაღაცას მოკლედ ჩამოლამაზო ადამიანებო იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ და დროებით